მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. სოფლიოში განვითარებულ მოვლენებს გადავხედოთ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ მოვიცავთ, თუმცა გამოარჩიეთ რამდენიმე ამბავი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით უნდა დავიწყოთ, რომელიც მან მაიამიში გააკეთა პრესკონფერენციაზე და თქვა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი ძალიან მალე დასრულდება. რასაც გლობალურ ბაზარზე პრინციპში ნავთობის ფასების შემცირება მოყვა, ეს რაღაც პანიკური დინამიკა რაც იყო, ნაწილობრივ შერბილდა ამ განცხადების შემდეგ. ტრამპის თქმით, სამხედრო კამპანია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან 28 თებერვალს დაიწყეს, წარმატებით გრძელდება და დასახული მიზნების მიღწევისკენ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. სამხედრო წარმატებაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ირანის საჰაერო თავდაცვა, საჰაერო სამხედრო ძალები და 50-ზე მეტი ხომალდი არის განადგურებული. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ომის ამ კვირაში დასრულება პრინციპში გამორიცხა, მან თქვა, რომ და დაადასტურა, რომ პროცესი ფინალურ ეტაპზეა და ის სულ მალე დასრულდება, თუმცა არა, ეხლა მიმდინარე კვირაში. ასე კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, მიმდინარე კვირის ბოლო გამორიცხა, მაგრამ თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა მალეც მნიშვნელოვანი სიგნალი იყო, როგორც ჩანს. ბაზრისათვის მან ასევე თქვა, რომ ციტატა რომ მოვიყვანოთ, რომ ჩვენ უდიდეს პროგრესს მივაღწიეთ სამხედრო ამოცანების შესრულების გზაზე, ირანის ყველა ძალა თითქმის სრულად გავანადგურეთ, მათ აღარ ყავთ ხელმძღვანელობა, ყველაფერი აფეთქებულია და თქვა, რომ ომი მაშინ დასრულდება, როცა იარაღის ამღები, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის წინააღმდეგ აღარავინ იქნება. ხო, შტატების ლიდერმა მართალია ისაუბრა მალე დასრულებას, თუმცა ის აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია უფრო ძლიერი დარტყმების განხორციელება და შეუძლია ეს დარტყმები დროშიც გააგრძელოს. ამის პრობლემა არ ექნება, ალბათ ხაზი გაუსვა იმას, რომ ხარჯების ნაწილზე იყო საუბარი რაღაც ამოცანების შესრულებაზე, რომელიც დასახული ჰქონდათ იქნებ გეგმის მიხედვით არ მიდის სხვადასხვა მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, საერთაშორისო გამოცემები, რომელსაც უნდა ჩვენც ვეყნობით ხოლმე და ტრამპმა სავარაუდოდ ამასაც გასცა პასუხი და თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია უფრო მძლავრი დარტყმების განახორციელოს და უფრო ხანგრძლივ ვადაზე, ასე ვთქვათ, გააგრძელოს ოპერაცია, რომელიც დაწყებული აქვს და ასევე არ გამორიცხა, რომ ირანის ენერგო ინფრასტრუქტურაზეც მოხდეს თავდასხმები, რა თქმა უნდა, ეხლა წინასწარ ამას დაზუსტებით ვერ იტყოდა, თუმცა ეს შესაძლებლობას როგორც ჩანს განიხილავს. კი, ამერიკის არსერალში ჯერაც რჩება დაახლოებით 15-მდე ისეთი იარაღი, რომელიც არ გამოუყენებიათ, გაცილებით ძლიერი იარაღები, მათ შორის თუნდაც წყალქვეშა ნავები, რომელთაც შეუძლიათ ძალიან მარტივად რუკიდან სახელმწიფოების წაშლა. აი ეგეთი იარაღებიც აქვს ამერიკას, თუმცა მათ ჯერჯერობით არ იყენებს და აი ამ არ გამოყენებაზე მიუთითა გარკვეულწილად მან წერტილოვანი კი, წერტილოვანია ეს ყველაფერი არ არის, რაღაც მოსპობა არ არის ირანის ამოსავალი წერტილი, თუმცა აქ ტრამპი ავრცელებს მეორე განცხადებასაც, რომელიც ხედვითაც თუ კი ირანი დროულად არ გახსნის ჰორმუზის, ასე ვთქვათ, ბლოკადას და გადაუხვევს იმ, ასე ვთქვათ, დებულებას, რაც გულისხმობს რეალურად ხელშეუხებლობას მეზობელი სახელმწიფოებისა და განახორციელებს იერიშს ტანკერების წინააღმდეგ, მაშინ ამერიკა უკვე ირანს დაარტყამს 20-ჯერ უფრო ძლიერად, ვიდრე აქამდე ოდესმე მისთვის დაურტყამთ, ანუ პოტენციურად მითითება არის ეს იმაზე, რომ ამერიკას იქ გაცილებით ძლიერი იარაღიც აქვს. მიტანილი, რომელიც არ ჩანს, რადგანაც წყალქვეშ არის იგი და მისი აღმოჩენა უბრალოდ არის შეუძლებელი. ამ მითითებით გარკვეულწილად ტრამპი რაღაცნაირად უსაფრთხოების განცდას ქმნის ჰორმუზის სრუტისათვის და ზოგადად რეგიონის ქვეყნებისთვის, რომელთაც უნდათ უსაფრთხოების გარანტიები, რადგანაც ვერცერთი ტანკერი ისე თვითნებურად იქ ვერ გაევლის. შესაბამისად საჭიროა, რომ ერთ მხარეს იდგეს ამერიკა, რომელიც ამბობდეს, რომ აი, გაიარეთ, უსაფრთხოდ ხართ და თუ რაღაც მოხდება, პასუხს აგებს დამნაშავე და მეორე მხარეს უნდა იყოს ირანი, რომელიც მინიმუმ იტყვის, რომ შეგიძლიათ გაიაროთ, არ დაგესმებით. ამ საკითხზე რაღაცნაირად ორაზროვანი ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთასაც კი. ერთი მხარე არის ის, რომ ირანი რეგიონის ქვეყნებს უკვე ეუბნება, რომ შეგიძლიათ მიბრძანდეთ, გადაიტანოთ ნავთობი და მეორე მხარეს არის ინფორმაცია, რომ თავად ირანი კი ამას ამბობს, მაგრამ ირანის მარიონეტული რეჟიმები, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაციები, საპირისპირო რაღაცას გეგმავენ, მათ შორის ჰუსიტები და შემდეგ რა თქმა უნდა ირანი ჰუსიტებზე პირადად არ იღებს პასუხისმგებლობას, არ არის ის ირანის ოფიციალური წარმომადგენლობა, შესაბამისად რთული აქვს ვინმეს დაუჯეროთ, ამიტომაც აქ ის გადაგჩენია. ანუ ირიბად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაინც ჩაკეტილი რჩება, ხო, ჰორმუზის სრუტე. კი, თეორიულად და ეგრე უნდა შევხედოთ, რომ ამ ეტაპზე არის მაინც ჩაკეტილი რაღაც. სანამ
არ ვიხილავთ, არ ვიცი, 10 ტანკერის ნაკადს მაინც დადასტურებულად, რომელმაც გაიარა უსაფრთხოდ, იქამდე თეორიულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰორმუზი არის ჩაკეტილი. ხო, რა თქმა უნდა, ეს პროცესი ხა დონალდ ტრამპს აწუხებს, ისევე როგორც აწუხებს გლობალურად, ხო, ყველა ეკონომიკას. განსაკუთრებით ჩინეთს, რომელიც სრულად იყო სხვათა შორის დამოკიდებული აი ჰორმუზის გავლით. ნაწილობრივ აქ შეიძლება ჩინეთის ჩართულობაც იყოს ირანთან მიმართებით, ყოველ შემთხვევაში რაღაც ტიპის არხებით. კი, არაოფიციალური არხებით მოწოდებები, თუმცა რა თქმა უნდა ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ წუხს ამაზე თქვათ დონალდ ტრამპი და ამიტომ ამ ტიპის მუხარას აჟღერებს, ასევე დონალდ ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ შესაძლოა გარკვეულ ქვეყნებს, რომლებსაც აქვს დაწესებული სანავთობო მიმართულებით სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ეს სანქციები მოეხსნათ, რადგან რეალური გამოწვევის წინაშეა ბაზარი და რაღაც $120-მდე ავიდა თითქმის ნავთობის ღირებულება და რაღაც ეს პანიკური პროცესები რომ დასტაბილურდეს, კი დასტაბილურდა იმ განცხადების მერე რომ მალე დასრულდება ეს ოპერაცია და ომი ირანში, თუმცა რეალური, ასე ვთქვათ, ნიშნები სჭირდება. ამიტომ ტრამპი ფიქრობს, რომ შესაძლებელია გარკვეულწილად სანქციები მოიხსნას. სავარაუდოდ შეიძლება რუსეთს იგულისხმებოდეს და ტრამპმა თქვა, რომ შეიძლება სანქციები მოუხსნათ, გარკვეულწილად ბაზარს მივაწოდოთ ის მოცულობა ნავთობისა, რომელიც მას სჭირდება. გარკვეულწილად მიწოდების ჯაჭვები აღდგეს. თუმცა მნიშვნელოვანი იყო განცხადების ის ნაწილიც, რასაც თქვა ტრამპმა, რომ შეიძლება ამ სანქციების დაბრუნება აღარც კი გახდეს საჭირო იმ ტიპის მშვიდობა დამყარდება ამ ოპერაციის დასრულების შემდეგო. მოკეთ ამაზე რეალური მსჯელობა მიმდინარეობს. სავარაუდოდ ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს, რადგან ეს არ არის გრძელვადიანი პროცესი. რა თქმა უნდა, ეს პროცესები, რომელიც გლობალურ ბირჟებზე მიმდინარეობს, ასევე ნავთობთან მიმართებით მიმდინარეობს, ჩარევა საჭიროებს დღესვე. შეიძლება გუშინდელი რეჟიმით უკვე საჭიროებდეს ჩარევას. ამიტომ შესაძლოა ვიხილოთ სანქციების მოხსნა იმ ქვეყნებისთვის. არ ვიცი, ვისთან ვენესუელას ნაწილში სანქციები აღარ არის დაწესებული, სავარაუდოდ აქ უფრო რუსეთს მიმართულება, რომელზეც ტრამპი საუბრობდა და მათ შეიძლება გარკვეული სანქციები მოეხსნათ. დროებით მაინც რაღაც საგამონაკლისო წესით. დროებით მაინც საგამონაკლისო წესით. ამაზე ტრამპმა უკვე საჯაროდ ისაუბრა და ნახოთ უკვე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. გაიხსნება თუ არა ჰორმუზი არ ვიცით, რუსეთს მოიხსნება თუ არა სანქციები, ესეც ჰაერშია გამოკიდული და ამის ფონზე ის ვიცით, რომ სახელმწიფოები მიმართავენ ორიგინალურ გზებს, რომ ქვეყანაში თავი აარიდონ ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის დაწყებას. ჩვენ გუშინ გავიგეთ საინტერესო სიახლე, რომ სამხრეთ კორეამ ფასის ზედა ჭერი დააწესა. უნგრეთმაც დააწესა, ზუსტად ვიქტორ ორბანმა მიიღო გადაწყვეტილება და უკვე მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც სწორედ იგივე მექანიზმი ამოქმედა ფასის ჭერი განისაზღვრა. ეს არის მაქსიმალური ფასი ბენზინისა, არის $1.75 ეკვივალენტი, ხოლო დიზელზე არის $1.91 ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ცხადია, მიზეზი და განმარტება არის ძალიან მარტივი, აქ არაფრის ახსნა განმარტება არ არის საჭირო. უნგრეთი არის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, რომელსაც იმპორტი აქვს შეზღუდული და თან გაძვირებული, ხოლო ქვეყანაში ფასების გაქცევა არავის არ უნდა, განსაკუთრებით ეს აწუხებს. ორბანს ესეთი პერიოდი აქვს თან საერთოდ. ორბანს ესეთი პერიოდი აქვს, რომ მithmetes ახლა ინფლაცია რომ გაექცეს, ეგ საერთოდ ძალიან ცუდი იქნება მისთვის პოლიტიკურად და თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგადად ნავთობი არის ისეთი საქონელი, ერთადერთი ასეთი საქონელი პლანეტაზე, მხოლოდ ნავთობი, რომელსაც შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერი ერთდროულად გააძვიროს, განურჩევად იმისა, საერთოდ არის თუ არა კავშირში ეს ინდუსტრია მასთან, რადგანაც წარმოება, ლოგისტიკა, გადაზიდვა, აი ეს ყველაფერი იმდენად ერთმანეთში კაკაო რო გაძვირდეს, შოკოლადი გაძვირდება, მაგრამ ნავთობი რო ძვირდება, შოკოლადიც ძვირდება. კი, აბსოლუტურად ყველაფერი. ერთადერთი არის ასეთი რამ პლანეტაზე, მეორე შეგვიძლია ელექტროენერგია წარმოვიდგინოთ, უბრალოდ ელექტროენერგია ესე გლობალურ ბაზარზე არ ივაჭრება. მაინც ადგილობრივი წარმოებისაა და შესაბამისად სხვანაირად მუშაობს ეგ ბაზარი, მაგრამ ნავთობი ნამდვილად არის ისეთი საქონელი, რომელსაც პლანეტაზე შეუძლია ეკონომიკური ვითარების გაუარესება და ამიტომაც ქვეყნები მიმართავენ სხვადასხვა ორიგინალურ გზებს და სხვათა შორის აი ამ კრიზისის გადალახვის შემდეგ უკვე ვნახავთ აი ეკონომიკურ თეორიაში ძალიან ბევრი კარგი საკვლევი მასალა გამოჩნდება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ფასების დროებით ფიქსირება მთავრობის მხრიდან და არის თუ არა ეს ის სტრატეგია, რომელსაც შეიძლება მომავალში უკვე პოტენციურად ადგილობრივმა თუნდაც ქართულმა მთავრობამ მიმართოს. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი.